2021-ში ზაფხულის დასაწყისში იმის რა ქვია ვარჯიშის დროს მულიაჟზე რომელიც უნდა ყოფილიყო 120 კილო ის განთავისუფლეს წელს და მულიაჟზე ამიცდა ხელი და მოარტყი კედელზე დამეშალა ეს ადგილები აი ეს ნავისებური ძვალნების და რაღაცა ძვალი როა ეგენი მაგრამ დამეშალა თითქმის ეს ადგილი მქონდა უძრავი აი ამ თითებს საერთოდ ვეღარ ხმარობდი და უფრო ხმარობდი ამას ასახელებდა მაგრამ ამასაც კოვს რო ვიღებდი მაგალითად ხო მე ვჩინო რომ ესე დამეჭირა ეს კოვზი ვიდრე მაგალითად M3 აი ეს M3-ით ვეღარ ხმარობ ბოტლს ან რაღაცა კოკა-კოლას ან რაღაცის ბოტლს ვეღარ ხსნიდი და ფაქტიურად აი ჯიბეში ვერ ვიყოფდი ხელს ბოლომდე და ვერ ვიღებდი მაგალითად ტელეფონს ან თუ ხელში მეჭირო ტელეფონი დარეკავდა ტელეფონი ვიბრაციაზე ავტომატურად მაგდებინებდა ნუ დარეკავდა გევაგდებდი აი შიშის ბიზონა და დაჟე ბავშვი აღარ ამყავდა ამ ხელში რომ ერთი 4 და 6 წლის ბავშვი ყავს და არიან გადამიოდეს ანაღაცა აი იქ გადავიღე MRT გადავიღე მითხრეს რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ანთებითი პროცესები მიდის და არის ის დარღვევის დარღვევა ამ ნაწილებს ხელის წერის ნაწილებს შორის და ესენი ხა დეგრადირებას გადიან და ნელა ესენი დაიშლება და შეწყვეტავს თავის ფუნქციას და მარჯაც თუ გახსოვს შენ დაწროებული მქონდა უკვე რაღაცაით ისეთი ეხა ეს ხელი მაგალითად უფრო დიდი მაქვს ხო არ დააკვირდი მარჯვენა მაგ უფრო დიდი და სინამდვილეში ხო ეს დამიჩიაო და რა ეს უცებ დაიწყო გაშრება რა ძალიან სასწაული დეგრადაცია მიდიოდა და მირჩიეს ბადენ-ბადენში ან ისრაელში გამიკეთებინა ის ისრაელში $18,000 მითხრეს ბადენ-ბადენში 22,000 евро სამ პროცესიანი იყო ნეიროქირურგია მე რაღაცა და მე რეაბილიტაციური და ნუ ვაპირებდი ახლა უკვე ამ თანხის შოვნას გადახდას იმიტომ რომ სხვა ვარიანტი აღარ იყო ეს სერიოზული მეკითხება მიჭირეს პროფესორებმა და მე უკვე შევხვდით რომ ელაში რომ შევხვდით ისე რომ წავიკითხე რომ ესეთი რაღაც ასწავლა იასნა მეგეთ რაღაცებს არ ვჯერა და მეთქი აი ახლა კაი კაცია და როგორ ვაწყენინო წამიშვას მეთქი გაიქენო მართლა სერიოზზე გეუბნო ხა კაცი რო გეუბნო წამოდიო და ხო არ ეყარმიო და მე შევედი მეთქარი ახლა რაღაცა იცის და მიუშვირე ხელი და წამისვა ჩვენებად რაღაც სპეციალური ნაჯერი გადამა შემიგრა ჩამოვიკიდე ეს ხელი არ ამოძრავო მეორე დღეს რომ მივედი რომ გახსნა სხვათა შორის უკვე რაღაცა ვიგრძენი აი რაღაც ოიცი სიას რო იგზნო პრაშინი სისხლი ამოძრავდა და ნახე რა ფერის გაკ თითებიც კი გახსოვთ თეთრი მქონდა თითები გამეხდა უკვე ესეთი ერთი ფერის გახდა და მე წამისვა კიდე მეორე წამისვა მეორეთ უკვე რაღაცა მეთქი ეთქობა ან აბეზბოლივაევშია დაჟე ეკიც რომ დაუეკე უთხარი მაგარი ხა მაგაცო ახლა შიგნითო ექნებაო რაღაცეებიო ხო ტყილი გამოკუჩებელიო და ეგ რომ გაგილვის ისევ შეგნო ოპერაციას ვერაცდები მეორე დღესაც გადამიხია კი ბატონო მოვედი უკვე მოთხოვს ხანენად აკეთებს ხო გეუბნები ტყილი გამოკუჩებელი ხო მე უკვე დაუჯერე სიმართლე გითხრა და მესამე დღეს უკვე რომ წამისვა სულ სამჯერ წამისვა მესამე დღეს რომ წამისვა მესამე დღეს რომ მოვედი მომიხსნა ხო ვატყობ უკვე რომ ყველაფერს აკეთებს ხელი რა თავისებურად აი კივილები მაქვს მაგრამ ხელი გამიგით და შიგნით სისხლი შევიდა მოძრაობა დაიწყო გაიგე ნუ მე ახლა არ გავუთანამდი რომ რაღაცა დამეწყდა და რაღაცა ისე მაგრამ დავაცადე და დაახლოებით ახალი წესმენა უკვე ვარჯიში დავიწყე ჩვეულებრივად გავიდა 9 ფეხელი აღდგა ურტყავ ისე მაშინ მულაში სიწყალი იყო დაყოლილი არ იცოდი როგორ გადავალ და იმით დაილეწეს ხელი და შედეგი ჩვენ შედეგი იყო მესამე დღეს და მე დღიანი შედეგი 6 თვეში 6 თვეში თუ თვითონაც აღდგა ხელი რა ფაქტურად მანამდე კიდე შიშები მქონდა და 6 თვეში დამავიწყდა საერთოდ ახალზე რამე მქონდა იმიტომ რომ იმის ბანკის გადარჩა 22,000 ევროს იმას რა ქვია ოპერაციას გზას ფსიქოლოგიურად რა ბანგრევის ფსიქოლოგიურად მე რომ გამიგეთებინა იგი ოპერაცია თელი ცხოვრება მაინც მექნებოდა ხელში ისეთი სიტუაცია რომ ემას უნდა მოუხილდე რაღაცა ამის დათქმა არ შეიძლება რაღაცა ხელოვნურ შაგით გავდნენ რა ხო იქ იყო ხო ასევე ეს ბადრიც 20 წლის წინ მოვარჩინე ხერხემალზე ხო ბად როგორც იყო მაშინ გულის მაგი გითხეს და ოსტეოხონდროზი იყო რაც იყო როგორც იყო
დათრგუნული მოვიდა და აი 20 წელიწადია კაცი არის ფაქტიურად ძალიან ძლიერი ბაიკერი და მთელი ამბები და არის მაგრამ და ესეა რა. ჯადოქარი. და მე ჩადოქარი რა უბრალოდ წამალი მუშაობს. ღვთისნებით რა ესეთი ამბავია ორივე. აი ესეა თუ ჯანმრთელობას გისურვებთ ჩემო ორივე კარგო მეგობრებო. აი მიხარ როცა პაციენტი კარგად არის და ღიმილიანია რა. მაგარი კაცი. აი ხარ